ვიდეოს გაგრძელება რა ის იქნებოდა, ნაღდად ვერ ვიფიქრებდი, მაგრამ თუ ვინმეს ბათუმისკენ მიმავალი X3M-ი შეხვდა თეთრი რომ მიფრინავს, სულ ავაატარებს აფკატკას. ნახე სიდენია გამიფუჭეს ხალხო. ვახ, ჩემი ნახე რა მიქნა, მანქანა დამისვარა. მე რამე კაუნტერს თამაშობს ხოლმე და ვიღაცებს ბა. ესე იგი მოურიგი ეპიზოდი გიოსგან გიოსთან უკვე აცივდა. შეგიძლიათ ვინც ამხოლთ უკვე კურტკით ამოხვიდეთ. ესეთი ამბავი გვაქვს. ვიწყებთ unboxing-ით. ეს სონინგმა გამოგვიგზავნა ეს და ეს ხუთიც ყველაფერი აბსოლუტურად. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ეს სონინგს და ლინკი იქნება აღწერაში, რომელზეც უნდა გადახვიდეთ და ყველა, აი ვაფშე ყველა რა. პროსტა გადადით, არა, ზედმეტი რაღაცეები საჭირო, პროსტა ლინკს დააჭერეთ, გადადით, რომ აქტიურობა ნახონ ჩვენგან. მადლობელი ვიქნები, ვინც არ შეწუხდებით, დაასტობებთ, უცბად გადახოთ, განმოვხდით. ბენზონასოსი, ეს არის ორიგინალი და ღირს $760. აგერ ეს თავისი რეზინა, ხუფის, რომელიც უნდა დავაყენოთ ეხლა. ესე იგი, ეს გამოგვიგზავნა დაჩუქრად. ეს სონინგმა Turner Motorsport-ის თავისი ბუშინგებით ხიდის უკანა ხუფი არის, რომელიც არის გაგრილებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ხშირად ცრიალებ და სულ ტრეკზე ვარ და რავი, ესეც გამოგვიგზავნეს და ბარემ ყველაფერს დავასერვისებთ. ხიდის დასერვისებული იქნება, თავისი ბუშინგები დაუყენდება. ეს დღეს ვერ მოხერხდება, მაგრამ დღეს გაჩვენებთ რას ვაკეთებთ. ესე იგი, ეს უნდა გადმოვდოთ აქეთ. აუცილებლად რეზინა ეს გამოვიწერე ორივე მხარე და მიქითა აი მდგომარეობაში იყო თორმე და მომრჩა რა და ამას მე მაინც დავაყენებ. ესე იგი, ეს ვაჩვენოთ მაინც რომ ხიდს მოყვა ვაფშე ყველაფერი, მაგრამ მოდი დასერვისების დროს გაჩვენებთ ამას რა. ჯობია. ტვინი რო არ ვბურღოთ, აქ ძალიან ბევრი რამე არის, გაგახარებთ და Mercedes-ის გერმეტიკი რო ნახოთ. ბენზონასოს ცვლი თავის OM ორიგინალ ბენზინის ფილტრთან ერთად. ბენზინის ფილტრი არის ჩემი სავარძლის მძღოლის სავარძლის ქვეშ სუსტად. ეს უნდა შევცვალოთ ახლა, მე შევცვალოთ ბენზონასოსი და უკვე ხოძე იქნება, ნასტროიკა იქნება დარჩენილი. რა მე გიო მოიცლის, ეხლა დრაგები რაღაცები ჩაივლის და ხიდსაც დავაყენებ თავის ბუშინგებით და ყველაფრით. მანქანამდე დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და ლინკი, რომელიც აღწერაში იქნება, გთხოვთ რომ უბრალოდ გადახვიდეთ. თუ ვინმეს რამის გამოწერა გინდათ ხო იდეალური, მაგრამ უბრალოდ გადახვიდეთ SES ტუნინგის ლინკი არის, რომ აქტიურობა გაიგონ, როგორი არის. 3 და ნახავს დაბლიდან ეხა. ანუ აგერ ხალხო, რომ მოხვალთ, ნახავთ ბიჭს, ევასება ჩემი M3. ეგ არ დაცურა. დაგეფუთხებინა ძმამ, შალზე შეაცურა პირდაპირ კაროში არ ვიცი, მანქანას მიფუჭეს. დავით, კაი, გეკადრება SES ტუნინგი, მეგობრებო, შეგიძლიათ გამოიწეროთ პადვესკა $1200 სულ რაღაც. ნელა, რატო უშვებ ეგრე ბოლომდე? რა ყოფილიყო ამაზეც? სად შევძრე მე? ეხლა რა საქმე შეყუდებული? არ ინერვიულო. გამიღუნა მანქანა რა არ ვინერვიულო, ხალხო არ მოხვიდეთ. ბენზონასოსი კაპოტშიაო, ხალხო შეიძლება მიკროფონიდან ხმარ შემოდიოდეს. გაიგე ხო? დავით. ბიჭი რო დამყვება და მიღებს, გაიგე ხო რა თქვა? ბენზონასოსი ხო კაპოტშიაო რა. ნეტა იქ იყოს. ნეტა ისენო. აქ იმიტომ ვაკეთებთ, რომ შიგნით არის X3, რომელზეც კეთდება ძრავი, დრაგზე რომ უნდა გამოვიდეს და მეორე მხარეს არის აწეული M8. გიო შეგიძლია სანამ დავითახსნეს, წახვიდე და M8 აჩვენო წითელი. გიო, აი ეგ გაგორდი რა. ჩვეუბნები გახდი, მეთქი ხოლმე და ვერ გორდებ. SES ტუნინგის ლინკზე გადავიდივართ, ყველა უცბად ვაჩვენებთ აქტივობას. 100,000 გადასვლაზე გათამაშდება 10 ლიტრი ბენზინი, 200,000-ზე 20 ლიტრი ბენზინი და ასე გაიზრდება და გაიზრდება. თუ გადაყოლთ მილიონი კაცი აღარ გადამაშდება არაფერი, იმიტომ რომ მეტის პული არ გვაქვს. ვახჩი. აი ამის გამომშვები, აი. დიახ. აი ამ ნაწილის გამომშვების ეს ნაწილი SES ტუნინგიდან არ არის გამოწერილი ხალხო, არ იფიქროთ რომ. SES ტუნინგს ხარისხიანი ნაწილები აქვს, მაგრამ აი ამის გამომშვები არის დრაგამდე დარჩენილია 2 დღე. დღეს არის ხუთშაბათი ხა. დღეს არის ხუთშაბათი. პარასკევს არის კვალიფიკაცია. X3M-ი ავაწყეთ, დავქოქეთ, ვალვეტრონიკის პრობლემას წერდა, შევამოწეთ მოტორჩიკ ის რაღაცეები შევამოწეთ, ავხადეთ ხუფი და ვნახე რომ აი ეს კბილანა ღერჩი აქ არის ჩაპრესილი და არის დაბუქსავებული.
თავიდან გახდა დასაშლელი რა, აწყობილი ძრავი თავიდან გახდა დასაშლელი. დავშალე ახლა, უნდა დავაყენო ახალი რასპედვალი, მერე აპკატკა გავიარო 2000 კილომეტრი, მერე დავანასტროიკო. 48 საათში უნდა მოხდეს. უნდა დავანასტროიკო, მერე იქ ნასტროიკის დროს კიდე რაღაცა შანსი არა, რაღაცამ თავი არ გამოყოს. აი, უნდა გავათენო დღე და ღამე. ეს ვიდეოს დრაგის მერე დაიდება რა და თუ ვინმეს ბათუმისკენ მიმავალი X3M-ი შეხვდა თეთრი რომ მიფრინავს, სულ ატარებს აპკატკას. და ჯერ ან ვისიც უთხარი რომ არც მოუტანიათ რას ჯერ არც მოუტანიათ და რომელი საათია? საათი არის 6. მატორი ჩამოიღო და კაროვკა მოხდა. არ ვიცი ესე სწრაფად მხოლოდ სულავა M პერფორმანსში მეგობრებო. წეღან შიგნით იდო ეს რას ხედავ. ჩემი მეთოდი გამოვიმუშავე უცებ და ისე ამოვიღე რომ არაფერი ზედმეტი არ დამიშლია. არა და ვანუსი უნდა მოხსნა არა ჩვენ ერთხელისიც არ ვაჩვენეთ ის ჩავაყენეთ ისე რომ ზედმეტი დაშლის გარეშე. აბა ყველას თუ ასწავლე ხეზე ასვლა გაიხსნა სახელოსნოები ძალიან ბევრი და არც ვანუსი გადამიხსნია, არც ცეპი გადამიხსნია, ისი ამოვიღე როგორც კამფეტი რა. შენ ახლა ნახე და დრაგზე საპრიზოის თუ შევიდა რა გაუძლებს თავის არხზე ისეთ ვიდეოებს და 48 საათში აწყო აპკატკა გაატარა და ანასტროიკო ტურბოები შეცვალა. იოს არხი აღწერაში იქნება ხალხო შეგიძლიათ გამოიწეროთ. ლაივები დაიწყო ხოლმე კონკურენტი გახდა ჩემი და თუ არ უყურებთ ჩემთვის უკეთესი იქნება. იმიტომ რომ რაღაცა კონკურენტი გამიხდა ყველანაირ ჯერ იქით. რატო აბა თუ მიხვდები, რატო იმ დღეს ლაივში რაღაცებს მებაზრებოდი? კი არ გებაზრებოდი, მე გითხარი მოვალ თქო. არა, გადადითო და ის ამ subscribe-ი გაუკეთეო და თელი ამბები არ მიკეთებს მეთქი მაგალას გადაიდა ან subscribe-ი გაუკეთე თქო ლაივი ჩართო ეგრევე გაფრაზდა. შენ ჯინაზე ვატაკე ლაივი. ჩემი მანქანა ყავს შემოდებული. ხალხო არ იფიქროთ რომ ეს კარდონის გარდა სხვა არ არის, ისიც აქვს რა გასაგორებელი რო არის, რო წვები და გორაობს შიგნით. გორგოლაჭებია კარჩანს. ეს აქ ჩვეულებრივი კარდონი ხალხო ვაფშე არ არის რა. ყველაფერში ზვირიანი ნაწილია და 5000 და 10000 დოლარებია გადახტილი და ჩვეულებრივი არც ერთი არ არის. მაგედან ის არ გამოდის? ბენზინი არ გამოვა? გუცი გინდა? ხო. ნახე გაფუჭა ბიჭო. აყურებინე გიო. გიო აქედან ჩაიკუზე გიო და ნახე. ნახე რეებს უშვება ბიჭო მანქანას. თხოვე რომ არ გამიფუჭო მეთქი. მოხსნა მოტეხა ყველაფერი რა ძედა აქ. ხო და რას ვამბობდი წეღან რა? აგვერდზე სადგომი გვაქვს ერთ-ერთი ჩამოყვანი კომპანიის რა თუ დამასპონსორებს ვიტყვი რომელი სადგომი არის თუ არ დამასპონსორებს ვაფშე არის რაღაც პარკინგი არის მე მგონი ჩამოყვანი კომპანიები დაინტერესებულიც ყოფილან მაგრამ რაღაცებზე ვერ შევთანხმებულ ვართ ხო და ჩამოყვანი კომპანიები თუ ვინმე დაინტერესდებით სერიოზული რა თქმა უნდა და ცოტა ისეთი ახალი პროექტი უნდა დაიწყოს მალე ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება ჩვენი M3 იმიტომ რომ არაფერი აღარაა გასაკეთებელი ფაქტიურად დასრულდა მეტი მანქანას არაფერი არ უკეთდება თუ რავი ღძალით თუ დავარტყავ და გავაკეთებ თორე ჯვარი წერია ხო და ეგეთი ამბავი გვაქვს რა თუ დაინტერესდებით ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ ახალი პროექტი და ფინიშისკენ გავიდეთ M3-ზე. ასე რომ ვინც ჩაერთობით ახალ პროექტში, შედეგები შეგიძლიათ ნახოთ, რა ნახვები აქვს E46 და შეგიძლიათ ყველანაირ სტატისტიკას გადახედოთ არხის. თუ ვინმე კომპანია იმის გამოიკავებთ თავს, რომ რაღაცა გეიმინგი არის არხზე და ბალღები გიყურებენ, მაგის სტატისტიკაც შემიძლია გაჩვენოთ, რომ რა თქმა უნდა, ყველა არხს ბავშვები უყურებენ, მაგაზე საუბარი არ არის, მთელს YouTube-ს ბავშვები უყურებენ და ვინმე მტყვილა თავის სტატისტიკა არის ქნას, რომ ვიღაცას ბავშვები არ უყურებენ, უბრალოდ სტატისტიკურად არხზე მთელი არხის შექმნის განმავლობაში 16% არის 17 წლამდე და დანარჩენი არის 17 წელს ზევით. თუ ვინმე სტატისტიკა გაინტერესებს, თუ ვინმე დაინტერესდებით ჩამოყვანი კომპანია, შეგვიძლია ყველაფერი გავიაროთ აბსოლუტურად და დავილაპარაკოთ ყველა დეტალზე და ახალი პროექტი ერთად დავიწყოთ. არა 12.09 12.09.05 რო გამოვიდა მანქანა როდინდელიცაა ისაყენია. საინტერესოა. 240 წარმოიდგინე. 240 ანუ ქარხნული ფილტრი აყენია გამოშვების დღიდან მანქანის არ შეცვლილა ფილტრი. ეთყობა ამერიკაში იმას ფული უჭირდა ძალიან და ძალიან ბევრმა არ იცის და ძალიან ბევრი საერთოდ არ ცვლის დავით, ხო? ანუ მაგის თქმა გინდა. ძალიან ბევრი ვაფშე არ აქცევს რა ყურადღებას. მაგიტო ეხა ბენზონასოს შეცვლა ბევრად მარტივია ზემოდან ამოიღებ, შეცვლი რა უცბად, მაგრამ რატო არ შევცვლოვინე, იცი? აი ეს ფილტრი ხო ვიცოდი რომ ამდენი ხნის იყო რა. ამ ბენზონასოსაც გააფუჭებს უეჭვალი. რამნიშნული ხო ეგრეა? გიოს ვასაუბროთ. არ აიყოს. მითხარი რა სამი? არ ის ეგ ბენზინის ფილტრი ისე ძვირი რომ შეუცვლელი იყოს. ხო, $90 ღირს. და რავი, ამერიკაში M3 რო ყავს ბენზინის ფილტრი შეცვალო ხოლმე.
არის ფიცროცლი, ბეზეცროცლი. მოიცა, ეგ რამდენ ხანში ერთხელ იცვლება, კაცო? ანუ ნახე საქართველოში ესეთი ბენზინი გვაქვს. ხო, ცუდი. ხო, რა თქმა უნდა. გროვდება მაინც. ხო. მიდის მე ფილტრში იჭერება ერთი 4-5 ზეთი შეცვლის მერე რო შეიცვალოს, ხო მაგას ამბობ ხა. იქნება. ხო, რო ეს ნაგავი არ დაიგროს და მე ბენზონასოსი არ გაჭედოს რა. აი იქნება, იმიტომ რომ არ ღირს ეგ ფილტრი ისეთი ძვირი რომ ვერ გაწუდი, ანუ ხო, კი, ეგრეა. თან E46-ის ჩვეულებრივის ეღირება მაქსიმუმ 50 ლარი. ხო? რამდენი? 20 ლარი. ხო და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს არ გაქვს შეცვლილი და თან E46-ებში RM-ში ყველა ასხავთ ან რეგულარს, ან პრემიუმს, რაც კიდევ უფრო ცუდი არის. გიო გაჩვენებთ ახლა თავის E36-ს, ძალიან სვეჟი E36 ყავს. თუ გამოჩნდება ოღონდ ტელეფონში. ეს სვეჟია, მიიტანე გიო ცოტა ახლოს. ძალიან კაია. ძალიან სვეჟად არის. განახოთ როგორ ისვენებს ბელადი? ეს ისვენებს ბელადი. მაქსიები რო კუბოში არიან ჩასულები BMW-ს სამარგულში. და დახურული. ცოტა ხანში აფკატკაზია წასასვლელი და გავუღებთ საფარგულს და გამოვა. ხო არ შევცვალოთ ბარემ ბენზონასოს ხო არ შევცვალოთ ცოტა ხანი იმუშავოს ჩაკ სვეჩები გამოწვევს ბენზინს დაასველებ ეხა გაისწორებ всё ჩაკ რა ეხა ჩოლება დაიქონდა თუ დაიცალა სიდენი ელექტროა აუ გადაუღერებს მე კითხება სიესში რა უნდა ელექტროსიდენი რა XCSL-ში რო წონა იყოს ნაკლები რა იყო რა უნდა ეხა რაღაცებს ინტრიგნო ნახე სიდენია გამიფუჭეს ხო აი ბიჭო არა მოიღოთ ხო გითხარი ამოგლიჯა გადასაგდები გახადას მაგარი ნაგავია თან და ნახე იქ რა ნაგავია შეხედე პროსტა ერთას რუპი არ მომთხოვდა ქიმჩისკა დავით შპილკა ვიპოვე ახალი შპილკა მომე მანქანის თანხის ნახევარი დასპონსორებულია Skin Club-ის მიერ. წინა ვიდეოში ნახავდით როგორ გავიტანე $10,000 სკინებით Skin Club-იდან. სწორედ ამ სკინების საშუალებით შევიძნე ეს მანქანა. მადლობა Skin Club-ს. ცოტა ადრესიანია. გადადი. ვაიმე ხوار გადაო ბიჭო. 1 2 3 სამბერი 26%. ხო გადადი შინკინაც ვალი. ვაიმე რა გიჟიბა. ეს ახლა აქ რა წერია თქვენს ხედავთ? ხო შუშები ავარიის დროს ხო უკან ელაბაო იყო გატეხილი. ამდენი ხანი მანდა. არსაუგია. ხიმჩისტკა უეჭველი უნდა გიო, მაგრამ ხიმჩისტკას ვინაკეთებს მანქანა სანამ არ დასრულდება. მე და $800. ნახე ჯაკუჩი რომ მოიტანა გიო? უნდა ჩაგარყა. არა ბიჭო, დებილო, რა 2005 წლიანი 3-დან 0-ის არაყენია? მაინც ველი არის. ეს ხო იცადმი მაქვს? დავითას ვჭოქნე. 3-0-ის ბენზანასოსი თივლის. დავით, გინდა თუ გადავიფიქრო? ვიფიქრებო. ვახ, ჩემი ნახე რა მიქნა, მანქანა დამისვარა. ნახე ბიჭო, სო ამას რაღა გაიყოს. აი გაიმის პრალი ბენზინის როა. სო ხიმჩისტკა. ჩაასხი ცოტა ბენზინი, ამას. რას ხო ცოტა ბენზინი ჩაასხი, რას ნიშნავს? ყვითლით უნდა იარო. ყვითლით უნდა იარო? შელატი. გავხჭო? არა, ეგ გადასაგდებია ეგ ნაჭარი. ნუ გიეჩხუბობს. აი სო, დაიწყო, გიო უყურე ხა. გიო უყურე. შეხედე რეებს აკეთებს გიო. მე და გიო ვართ, დღეს გიოს დაბადების დღეა. 1 ოქტომბერია, შეგიძლიათ კომენტარებში მივიღოთ. არ ვიცი როდის დაიდება ეს ვიდეო, მაგრამ გიო ფოტოებს ვიღებ ჩემი მანქანას და განახებთ რა ვიდზეა ჩემი. I've been wanting this shit forever. I've been in the field with whatever they throw at me. Brush it off, pick myself up, moving on to the better. Hey. Ain't no errors, baby, it's a new era. I wake up early, feeling rich like I'm Kesha. I get to the paper, boy. Extra. Fuck with me, you know that I got it. Come with me, let's take a trip to the islands. We up on the jet, we'll do more than just. ვიდეო
ვიდეოს გაგრძელება რა ის იქნებოდა, ნაღლად ვერ ვიფიქრებდი, მაგრამ დილის 11 საათია, გუშინ მანქანა დავტოვე გიოსთან. ეხლა ვყურეთ რა ხდება. რო დავქოგეთ მანქანა, ქონდა რაღაცა ხმა. სავარაუდოდ აქამდე არ შემჩნევია რა. რავიდან მოდის, იმენა ვანუსის მხრიდან აკუნის ხმა. ხო და რა ვიცი ეს ჩვენ 3 თვის წინ დასარვისებული ვანუსები, ესეთ ხმით დაგხვდა. ამიტომ დავტოვე გიოსთან, დილით ჩამოდიო მითხრა, ეხლა ჩავალთ ნიკუშა გამომივლის. ჩავალთ, კონტენტი არ გელევა რა. BMW რო ყავს კონტენტი არ გამოგელევა იმენა არასდროს. ხო და ჩავალთ ახლა გიოში ამოწმებს წნევებზე რაღაცაებზე პროგრამულად და პროგრამული შემოწმების შემდეგ უკვე იტყვის რა უნდა ვქნათ რა. არ ვიცი რა შეიძლება იყოს, აი წარმოდგენა არ მაქვს ის ვაკის კბილანა, რომელიც ვანუსის ხრახნის კბილანა, რომელიც არის და ღირდა რავი 800 თუ 800 ევრო ღირდა, მე მგონი $800 ღირდა. რაც გამოგვიგზავნეს აფტერმარკეტი რაც იყო, მაგას აი შეუძლებელია მე ეგრე მგონია რომ ეგ გატეხილიყო, აი არ არსებული მგონია, რაღაც სხვა რამე მგონია რა, არ ვიცი რა, მაგრამ აი ამ ინტეიქის პრობლემამ რაღაცეებმა რომ ეს დაგოგვიზროს ვუ რაღაცას აკეთებდა, რაღაცა არია შეიძლება. იმედია პროგრამული იქნება რაღაც. თუ შეიძლება რომ პროგრამული იყოს, არც ვიცი რა. რომ რაღაც შეიძლება წნევას ვერ იღებდეს წესიურად. ყველაფერს ვფიქრობ და თან მინდა რომ მანქანა გაკეთდეს ძალიან მალე, ისე წესიურად არ მივლია და კიდე დატოვება მანქანის არ ვიცი რა. ესე იგი მოვედით გიოსთან. ჭამენ ბიჭები ჯერ, არ შემოწმებია მანქანა 12 საათი. პირველის ნახევარია და ახლა ცოტა გავცვიდი, შენ თხლად ვიყავი ჩამოსული და ხო და შეჭამენ და დაიწყებს შემოწმებას, ვნახოთ ერთი რა ჭირს ჩვენს მანქანას ამჯერად. ესე იგი, ვერ უნდა ხეთქალ ხო მანომეტრი, რითიც იზომება. მივდივართ. დავიდეთ ახალი ვიყიდოთ. მივდივართ მუხრანისკენ, ვიყიდოთ ახალი მანომეტრი, რომ გავზომოთ ვანუსის წნევა და გავიგოთ რაში გქონდა. ვანუსის წნევა უნდა გავსინჯოთ, თუ და იყოს 115 ბარი, თუ ნაკლებია, შესაბამისად ვანუსი არასწორად იმუშავებს და იხმაურებს. აქვს კიდე მაგ წნევის მარეგულირებელი, რითაც შეგვიძლია წნევა დავარეგულოთ, აუწიოთ და დავაყენოთ იმ წნევაზე, რაც მუშა წნევა არის. ამიტომ პირველ რიგში უნდა გავზომოთ ზეთის წნევა, გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე. მოკლედ ვიყიდეთ ჩვენ მანომეტრი, ვიყიდეთ რა მაჩუქეს. გიყურებო ხშირათო, კაი ადამიანი ხო მთელი ამბებიო და მაჩუქა. ასე რომ ესეთი ადამიანი კი არ უნდა დაკარგოთ. მუხრანში აქ მაღაზია, ყველაფერი იყიდება. მიდით, იყიდეთ. მაგნიტის მოპირდაპირე ზუსტად. ეხლა აქ დავახვიოთ პაკლი და გადაუჭიროთ, რომ არ გააპაროს. აქ რაღაც შაიბაც მოყვა. აბა ეს შაიბა დაუდოთ, დავკარგი. ზუსტავში რაზეც თქვა, მაგ გაუფუჭდება, ყველა გაფუჭდა. კი, ვაფშე ყველა. შენზეა საუბარი. და შენ შენ უთხარი აქ. აი მომეც. ხახნო, ეგრე არა, პირში ჩაიდე და ისე. არ მინდა კაცო გაიგე. ეგრე არ გამო 1 და 8 ის ყიდით. რომელიც რავია? M42 ბორად. თავ შემშვებით, გამშვებით ყველაფრით. რადიატორების გარდა. იო, აქ $850. კარგად იყავი. და მე რო კისრულობ, ძმაო. $850 თუ გაყიდა, იკისრე რა დაგჭება $200. რატო? აბა $700 რა უნდა წაფო? ამდენ კაცთან რო იკისრებ, რა უნდა დაგჭე შენ? ჭირდება იმისთვის, რომ ძალიან დიდი წნევა უნდა დაიჭიროს და არ უნდა გაუშვას საერთოდ. ეს ამის ზემო და გიო, ამ რაღაცის ზემოდა რა დაუდება? იმიტომ რომ მაგანაც უნდა იმუშაოს. ამასაც გადავიტანე. ეხა იმ უთხარი აი ის რო იცოდეთ რა. იმ ტუს უთხარი რომ ის მანქანა წაიკითხოს. აი ეს არის, აი. აბა დაქოქეთ. მე არ მაქვს. აბა ვისა? ვიღაცას ქონდა. შენი მანქანის გასაღები ვის თქონდეს ე? მე დატოვებული მქონდა. მაიცა მანქანა. მაიცა ბიჭო, მანქანა დაგვიტოვო და გასაღები არ წაიღე? უეჭველი დარჩა თორე შანს. გადარჩა მე მიტოვე. დარჩა, შემთხვევით დარჩა თორე ეს გასაღების დამტოვებელი იყო კაც. ტრიჩეში უთ. დაკოქე, წნევა ვნახო და მე გეტყვი დავტოვე თუ არა. თუ გავიწუწეთ, უცებ ჩააქრე. გაგავიწე, შეიძლება გავიწუწე. იქებს ადმე რამემ გაასხა კაცო.
ეს რას ხდება? აბრატკაში ურწყავს რა. ას 15 ხო? თუ ვერა აგი 115. არის. ეგ ეს 50-ია. 40, 30, 25, აიცა. არა, 105 არის ხო. ცოტა მოსამატებელია. 22-იანი კი არა და 19-იანი ключი მომიტანეთ და 6-იანი შისწიგრანიკი. ამას თუ გაცხელდეს და ვნახოთ რამდენზე დაეცემა რა. ეხლაც დაბალი არის ცოტა, მაგრამ რო გაცხელდება და ზეთი გათხელდება, მე ვნახოთ რამდენზე ჩამოვა და იმის მიხედვით მე დავარეგულირებ. ეხლა წეს რაც უფრო გაცხელდება, უფრო დაეცემა წნევა რა. და თუ დააფიქსირე, რო ცხელდება, მე რეიწყებს ხმაურს. აი, მოჩამოდის. ვიცი. 100-ზე ჩამოვიდა რა. ეს როგორ ნერვიულობს შეხედე. სანერვიულობად. აბა მორდა გეკრება სხვა ერთი და ერთი ვახადი. რისკარ ვახადი. ესე იგი ვისარგებლებ ახლა მომენტით. ბევრი გამომწერი ყავს ბექას და უფრო მეტი მაყურებელი ყავს ვიდრე მე და იშლება მეოთხე სერიები. იშლება მეოთხე სერიები. რაღაცები გავყიდე, რაღაცები ჯერჯერობით კიდე ბევრი უმეტესობა რაღაცა მაქვს. ამიტომ ერთი არის გრან კუპე 4-კარიანი, ორი ცალი არის 2-კარიანები. წეროვანში მობძანდით 2 და 0-ია კვადროები. 20 ლარს ჩაურიცხავ რეკლამისთვის. ახლა გვაქვს 70 გრადუსზე და ზეთის წნევა ჩამოვიდა 85 ბარზე და ვანუსმაც დაიწყო კაკუნი. სრულად რომ შევამოწმოთ ზეთის წნევა, უნდა გაცხელდეს ძრავი, ავიდეს ტემპერატურა, ავდავიდეს 90-დან 100 გრადუსამდე ზეთის წნევას გულისხმობ. და ვნახოთ მაგ დროს რა წნევა იქნება და მე დავარეგულირებთ მოუმატებ. თუ მოგცვა საშუალება რომ მოუმატოთ წნევა ხო კარგი, თუ არა და ვანუსის ნასოსს აქვს პრობლემა. და დაერხა ბექას. წნება შეიძლება იქიდან არ მოემატოს? ნუ ხო აქვს საშუალება და რაღაც დონემდე ემატება და რა თუ ვერ მოემატა იმ დონემდე, მაშინ და რა ხდება? ვანუსის ნასოსია შესაძლებელი. ვანუსის ნასოსი სად აქვს? აქ. და რაღაც. თუ არ იყიდება და გარემონტი. არა, უნდა იყიდე. ამით სიარული შეიძლება? სიარული შეიძლება. არა, მართლა წერანუამი. გაფუჭებით არ გაფუჭებს, უბრალოდ ისეთი კაი გაწევა არ ექნება რა. ვიღაცას რომ დაუდგე კაი მანქანას გაგასწრებს. არ გაზაო. ეს უნდა საგავრაო. სამსახური სახლი, ტაქსო, საღამო. ეს თუ სახლის ულაბასა. ესენი გაზის შლანგები არის. გაზი გავყო. დღეიდან არა, რამოდენიმე თვეა ბექა ჩემთან მუშაობს. დადის სამსახური სახლი რო იძახ, სამსახური ეს არის. სახლში მიდის იძინებს, მე ისე მოდის აქ. არ იძინებს. მე გამე კაუნტერს თამაშობს ხოლმე, ვიღაცებს ერთხელ და შეუვარდეს სტრიმზე და დავცხრილობ და გავანადგურო სულ. რამხელა ამბიცია აქვს, ხო? რამდენი წლის ხარ ახლა? 29. კიდე უფრო პატარა ვიყავი, უბანზე რო თამაშობდით ხოლმე კაუნტერს ტიმეებში. ლაივ ინტერნეტ კაფეებში. ლაივში. მაშინ ეგრევე ეძახის, მართლა ლაივში. უბანზე შევიკრიბებოდ ხოლმე და ინტერნეტ კაფეებში დავხურავი და ბაბა მიდიოდა მთელი ამები. ეს ახლა ზის. დაეჯახებოდა ხოლმე. ლაივ რეჟიმში ზის და თან ვიდეოს უყურებს, თან კომენტარებს პასუხობს, თან ისვრის. ეხა მოკლედ გაცხელდა, ჩამოვიდა სადაც 85 გრადუსზე და აი, ეხა დატრიალებით წნევა უნდა ავწვი, აქ უყურე, როგორ აიწია, ნახე? 120 გრადუსი. ეხა ვაცადოთ ესე. კიდე გაცხელდეს. რას იზავს? აქედან რო ვარეგულირებდით წნევას, მოკლედ რო დავარეგულირეთ წნევა და გაცხელდა, მაინც საკმარის წნევა ვერ დაიჭირა. აი ეს არის წნევის რეგულატორი პლუს ფილტრი. ეხა აქ ფილტრზე პატარა რაღაცა ჭუჭყები აქვს რა. ამას გავრეცხავთ და ვნახავთ რა გამოვა. თუ ამანაც არ უშველა, მაშინ ნასოს პრობლემა აქვს და სამწუხაროდ ნასოსის შესაძლებელი გვაქვს. ესე იგი, ესეთი ამბავი გვაქვს. წნევა და არეგული გიომ ის გავწმინდეთ ფილტრით. შიც ვანუსის ნასოსში რაც ის ფილტრი, ეგ არაჩვენებს ხმას თუ რას უყურებ. დავარეგულირეთ იქიდან წნევა, ნორმაზე არის, ნორმალურად არის. რა ვიცი რა, მეტი არაფერი, რავი, მეტი რამე არ დაჭირდება მეტი. ან შენი სერვისი კი გაკეთებული გვაქვს და უკვე ამის გაგრძელება იქნება
მართარდელ მოტორსპორტის ხიდის დაყენება. წავედით, თქვენ მაგამდე დაალაიქეთ და არხი გამოიწერეთ.